დედებო და მომავალო დედებო. მოემზადეთ უამრავი საინტერესო და საჭირო პასუხისთვის. დღეს ყველაფერს გაიგებთ, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის დაგეგმვამდე. მიენდმამი ქმნის ყოველთვიურ ყუთებს დედებისთვის და მათი პატარებისთვის, რომელიც სავსეა თავის მოვლის საშუალებებით და განმავითარებელი ნივთებით. ყუთის გამოწერა შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან მიენდმამ.g. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ექიმ რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში. გამარჯობა თათია. როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის? ორსულობისთვის ვემზადებით ყველა ასაკში სხვადასხვანაირად. ფუძე და ძირი მაინც ერთი და იგივეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ დროს ასაკიც. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია ასაკი, 35 წლის მერე, 36-ის, 38-ის, ანუ 35 წლამდე ხა ისეთი გლობალური გამოკვლევები არ გვჭირდება. 40 წლის მერე კიდევ უფრო მეტი გამოკვლევა გვჭირდება და ასე შემდეგ. ეხლა დავიწყოთ ჩვენ თქვათ 20-დან 35 წლამდე ასაკის გოგონებისთვის. პირველ რიგში ყველა თმის ღერიდან ოჯახის დაგეგმვის წინ თმის ღერიდან ყველაფერი უნდა შემოწმდეს, იმიტომ რომ როგორც იცი შენ თვითონაც გაგივლია ჩემ ხელში, რომ თვითონ ორსულობას უამრავი თავისი სიურპრიზი ახლავს თან, რაც არ უნდა გამოკვლეულები ვიყოთ, რა დროს რა გამოხდება, იმიტომ რომ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც მანამდე არ გამოგვიცდია ჩვენ. ყველაფერს უჯერ თავი დავანებოთ, ახალი სიცოცხლე ისახება, სისხლის მოცულობა იზრდება, ორჯერ მეტი ხდება და შესაბამისად ყველანაირი გორმონალური ცვლა საკვერცხეებით დროებით ითიშება, როგორც ვიცით, და შესაბამისად გადავდივართ დაახლოებით მენოპაუზალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საკვერცხე აღარ ფუნქციონირებს, ხო ვიცით, ორსულობის პერიოდში 9 თვე. შესაბამისად, ეს ფსიქოლოგიურადაც, ყველა ფიზიოლოგიურადაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ქალზე. და აუცილებელია, რომ პირველ რიგში, ახლა საქართველოში და მით უმეტეს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქვეყნებში და იმ პერიოდში, როცა მე ვთქვათ 20 და 21 წლის ვიყავი, რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომა იყო, ეხლა უკვე დაიხვეწა ყველაფერი, ჯერ იმდენი ტექნოლოგიები შეიქმნა, რომ წინასწარ უკვე შეგვიძლია განსაზღვროთ პირველ რიგში, აი როგორც კი ქალი ასაკის და მიუხედავად იწყებს ოჯახის შექმნაზე, ფიქს და უშვილოსნობაზე, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს გენეტიკური ტესტები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად შაბათს მქონდა მოხსენება ქართული საზოგადოების ექიმების წინაშე, გინეკოლოგების, ამას ქვია მტარებლობის სკრინინგი. სხვათა შორის ეს თქვენ გამოტოვეთ, იმიტომ რომ იმ პერიოდში არ ქონდა ეს და სულ რაღაც მესამე წელია, რასაც ვაკეთებთ. ანუ პრაქტიკულად რისი მტარებლები ვართ გენეტიკურად, რომელსაც ჩვენ ჯანმრთელ ადამიანს საერთოდ არ გამოვლინდება, არავინ არ იცის, რომ ის მტარებელია და გადადის მხოლოდ ბავშვი, როცა იბადება ავადმყოფი, მერე იგებს ან ერთი მშობლის ბრალია, ან ორივესი ერთად. თუ გინდათ ეს აუტიზმის გენეტიკურად განპირობებული, როგორც არის დუშენის დაავადება, როგორც არის თანდაყოლილი სიყვრა, ეს არის ყველა X ქრომოსომასთან შეჭედული, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ ამ გენეტიკური ტესტის და აი მესამეს თუ გადაწყვიტა, ეხლაც უპრეანია, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ორი გოგო ყავს და გოგონა და ბიჭიზე, ანუ 50%-ში დუშენიც, აუტიზმის გამომწვევი მყიფე X-ი, ეს სინდრომი გადადის დედის ხაზით, ანუ X ქრომოსომა, დედას გადააქვს X ქრომოსომა მტარებელი. აზრში ეხლაც არ არის გვიან რომ გაიკეთო. ეს ტესტები პირველ რიგში გენეტიკური, მერე რა თქმა უნდა, სასურველი არის ფარისებრი ჯირკვალი, რადგანაც ენდემური ზონა ვარ და ენდემური ზონაც რომ არ ვიყო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად მოქმედებს, მოშლაც კი შეუძლია გამოიწვიოს, ნაადრევი მშობიარობაც და უამრავი პათოლოგია თვითონ ნაყოფშიც. ამიტომ ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. თუ სხვა ქრონიკული დაავადების მტარებელი არ არის, როგორც არის თქვა დიაბეტი, ხო, შედარებით ახალგაზრდას უფრო ნაკლები პანელი აქვს გამოსაკვლევი. რა თქმა უნდა, წინასწარ აუცილებელია ფოლიუმის რაოდენობის განსაზღვრა, ფერიტინის განსაზღვრა, რადგან ყველაფერს ეხლა ძალიან მოდაში შემოვიდა, როგორც ვიცით, რომ ხორცს ძალიან ბევრი არ ჭამს, ჩემ დროს ეხლა თითოეულა იყო, ახლა მე 19 წლიდან ვარ ვეგეტარიანელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, ყველას ვიღაცას მოუწოდო. ეხლა ძალიან ბევრნი არიან და ძალიან კარგიც არის. ოღონდ უკვე საშუალებაც არის, რომ ეს დანაკლისი, რასაც ხორცს არ მიიღებ, შეავსო, ვთქვათ, დანამატებით ან სხვა პროდუქტებით, ხო? ეხლა მაგალითად ჩიას ამაზონიდან ვიწერდი, იმ პერიოდი იყო და ეხლა უკვე ყველაფერი შეიძლება აქ მოიძიოს და არაჩვეულებრივი პროდუქტია ეს ჩია განსაკუთრებით ჩვენთვის და ვეგეტარიანელებისთვის და ისედაც ნებისმიერი ადამიანისთვის. განისაზღვროს ეს ელემენტები
ელემენტები, მიკროელემენტები და ვიტამინები წინასწარ და თუ შესავსებია აუცილებლად უნდა მოხდეს მათი შევსება დანამატების საშუალებით. არის ბევრი პოდკასტები, ბევრი აზრი, ხო იცი, ირება ძალიან ძნელია პაციენტი გაერკვეს რა ჯობია ზოგი ძახის დალიოთ, ზოგი ძახის არ დალიოთ. თუ გინდათ ომეგა-3, შენ კარგად იცი რომ ომეგა-3 პირველი დღიდან მიიღებს ჩემი ორსული, ხო და ყველა პრენატალურ ვიტამინს ახლავს ომეგა-3. ომეგა-3, რა თქმა უნდა, იყო ესეთი რამოდენიმე გამოსვლას მოусმინე, რომ არ არის საჭირო თევზით შეგვიძლია შევივსოთ. საქართველოში ძალიან მაინტერესებს, სად ვიპოვნო ისეთ ვერცხლის წყალში, ისეთი თევზი, რომელიც გაზრდილია წყალში, სადაც ვერცხლის წყლით სუფთაა ეს წყალი. ვერცხლის წყლისგან სუფთაა ქართულად რომ ვთქვა, free of მერკური, ანუ ვერცხლის წყალს არ შეიცავს. ასეთ პროდუქტს შენ საქართველოში ვერ ნახავ, ხო? ეხლა და მე არ ვიცი, შემოდის გაყინული სახით ის წითელი თევზი. ანუ შესაბამისად მასში ომეგა არ მოიწებნება. ძალიან კარგია ის კალმახიც ყველაფერი, მაგრამ ის ომეგას არ გვაძლევს ჩვენ ორგანიზმი ვერ იღებს იქიდან ომეგას. ამიტომ დანამატი აუცილებელია. თავის ტვინის ჩამოყალიბებისთვის, ნაყოფის და ამავე დროს თვითონ დედის ორგანიზმისთვის ორსულობის პერიოდში. და ამავე დროს დანამატი ფოლიუმის მჟავა, როგორც ვიცით, აუცილებელია. არის კიდევ სხვადასხვა გენეტიკური მუტაციები, რომელიც თქვა ტრომბოფილის ტესტში დგას. ჩანს ეს შენს გაკეთებული გაქვს ტრომბოფილის ტესტი, რომელიც ყველა ქალს აქვს, ჩემთან ვინც მოდის, იმიტომ რომ იქ არის ერთ-ერთი მუტაცია, რომელიც განაპირობებს ფერმენტის არ გამოიყოფა ასეთი მუტირებული გენის პატრონში, ანუ ადამიანში არ გამოიყოფა ის ფერმენტი დიდი რაოდენობით, შესაბამისად არ ხდება ფოლიუმის და B12-ის შეწოვა ნორმალურად. მით უმეტეს თუ ვეგეტარიანელია და B12 ვიცით რომ ხორცს შეამარტო, შესაბამისად დანამატი აუცილებლად უნდა შევსებული იყოს ორსულობამდე. რკინა, ფერიტინის სახით მარაგი უნდა იყოს ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია ამ დანამატების შემოწმება და ანუ საჭირო ამ რიგითი ანალიზების აუცილებლად. ხო, ახალგაზრდებში მინიმალური, ბევრი არა. იქ თუნდაც ხო წონასთან თუ არის მიმართება, აუცილებლად სხეულის მასის ინდექსი უნდა დაიწიოს, ხო იცით რომ აითაცი აქ ჩაგიკითხები, რამდენად ახდენს თავშეთ წონა, სიგამხდრე, ასევე სიმსუქნე ქალის ნაყოფიერებაზე. ეს არის ერთ-ერთი პირველი განმაპირობებელი, როდესაც მაღალია სხეულის მასის ინდექსი, რა თქმა უნდა, იქ უმეტეს შემთხვევაში არის ჰიპერინსულინემია, ანუ აქ არის ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც თავის მხრივ იწვევს, ბევრ პოდკასტში ამას ვამბობ და კიდე ხმამაღლა ვიტყვი, უშუალოდ ახდენს გავლენას საკვერცხეზე და პრაქტიკულად საკვერცხე ყავს დაბლოკილი. როგორც კი წონა, ესე რომ ვთქვათ უფრო პოპულარულ ენაზე, როგორც კი წონის კლება მიდის და დგება ინსულინი თავის დონეზე და იხსნება ინსულინ რეზისტენტობა, წონის კლებასთან ერთად შეგვიძლია რომ არის სპეციალური მედიკამენტი, რომელიც პრაქტიკულად თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენო და ორსულობის პირველი ტრიმესტრიდანაც მისი გამოყენება შეიძლება, მაგრამ აი ელემენტარულად ვარჯიში და სწორი კვებით წონის კლება არ ჭირდება არანაირი წამალი, ისე აღსდგება საკვარცხის ფუნქცია. სიგამხდრეზე? ზედმეტი არც სიგამხდრე არ არის, იმიტომ რომ შესაბამისად იქაც თუ არის, მაგალითად, ანუ შეიძლება ისეთმა კვები დაარღვევამ და როდესაც აბსოლუტურად არასწორ კვებაზეა, ან მარტო ცილოვანზე, ან მარტო მცენარეულზე რაღაც გაურკვეველი დიეტები რო არსებობს, ამ დროს შეიძლება მოხდეს ისეთი ჯაჭვი დაირღვეს, როგორც ვიცით, თავის ტვინი განაგებს საკვარცხეს, დაირღვეს და საერთოდ ვერ პასუხობდეს ამენორია განვითარდეს. ანუ მენსტრუაცია შეწყდეს გარკვეული პერიოდით, რადგან გიპოვის გიპოთალამუსის და საკვარცხის ჯაჭვი ირღვევა, სიგნალი არ მოდის, შესაბამისად საკვესაშუალოსნოც ვერ იღებს იმას, რა ქვია, პასუხს საკვარცხისგან და სიგნალს უფრო სწორედ და ვერც პასუხს ვერ ცემს და ირღვევა ჯაჭვი. ამიტომ ზედმეტი სიგამხდრეც და განსაკუთრებით ცილოვანი შიმშილი ორგანიზმისთვის წარმოუდგენელია. ზედმეტი ნორმალურად. ანუ სხეულის მასის ინდექსი არ უნდა ჩამოშორდეს 18-ს მაინც 19-ს ქვემოთ. დათია, როდის უნდა მიმართოს წყვილმა ან ინდივიდმა რეპროდუქტოლოგს? ამას ესეც ასაგზეა დამოკიდებული, როგორც კი გთხოვდება ქალი 32 წლამდე, შეუძლია რომ 1 წელი, მაგრამ 1 წლის განმავლობაში ელემენტარული გამოკვლევები, როგორიც არის წითურაზე შემოწმება, როგორც ვიცი, წითურა რას იწვევს ორსულობის დროს და ფარისებრი ჯირკვლის დანამატების შემოწმება, სანამ ისვენებს იმ პერიოდი და არ უნდა დაორსულება, ჯობია რომ შეივსოს ეს
თანაკლისი ორგანის რაც აქვს და ასე რომ შეუძლია რომ რეპროდუქტოლოგს გათხოვებისთანავე რომ გარკვეული სქემა დაიწერო ამას ქვია family planning ოჯახის დაგეგმა და მე დავგეგმოთ რა სახის დაცვა გავაკეთო და ასე შემდეგ მაგრამ როცა საკითხი ეხება 38 წლის ზემოთ პრაქტიკულად მე ხანდახან ვიძახი ხოლმე ხელმოწერიდან პირდაპირ შეუვლიათ რომ რეპროდუქტოლოგთან წავიდე იმდანაც საჩქაროა ხო იმიტომ რომ ასაკთან ერთად ჩვენ ვიცით რომ საკვარცხლის რეზერვი ილება კი რა თქმა უნდა თეთია მამაკაცის ფაქტორი რაღაცნაირად ტაბუდადებული თემაა რომ მარტო ქალმა უნდა მივმართოთ რეპროდუქტოლოგს რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ მამაკაცებმა არავითარ შემთხვევაში მამაკაცმა წყვილი უნდა მოვიდეს ერთად ყველა ჩემთან ვინც ყოფილა პირველად აუცილებელი არ არის საკმარისი მარტო ქალბატონის მოსვლა აუცილებლად უნდა მოვიდეს მამაკაცით მე მისი ხილვა აბსოლუტურად არ მაინტერესებს შეიძლება ითქვას უბრალოდ უნდა შემოწმდეს აუცილებლად ეხოსკოპიურად და სპერმოგრამა პირველ რიგში რომ მე გავცე პასუხი აქვს თუ არა მას შვილოსნობის უნარი თეთია რა აზიანებს სპერმის ხარისხს სპერმის ხარისხს აზიანებს ძალიან 40% დაახლოებით ეს არის გენეტიკურად განპირობებული უმეტეს შემთხვევაში დანარჩენი ეს არის environmental გარემო ფაქტორები პირველ რიგში არის თამბაქო სასმელი გადაჭარბებული და მნიშვნელოვანი არის მარიხუანას მოხმარება რატომღაც ზოგიერთ ექიმს უთქვია კიდევაც მე პირადადაც გამიგია რომ არაფერ ზიანი არ მოაქვს როგორ არ მოაქვს აბსოლუტურად ხდება რომ სპერმის მოძრაობის ხარისხი ფუჭდება mobility მისი მოძრაობის ხარისხი დადის ნულამდე და ეხლა მე არ ვიცი რა მეტი ახლა შეიძლება იყოს სპერმას ევალება მოძრაობა და ისიც თუ ვერ მოძრაობს მაშინ აბა რას აქვს აზრი ამიტომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნუ დანარჩენ საკითხზე მე არც ვლაპარაკობ იმიტომ რომ ასეთ პაციენტს ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აქვს არჩევანის უფლება არ ვიღებ როცა იქ სხვა ნივთიერებებზეა ლაპარაკი ის ჯერ მე ვუშვებ რომ განიკურნოს სპეციალური უკვე 1000 საშუალებები არსებობს და 1000 დაწესებულებები ამ მავნეჩვევისგან და დანარჩენი მარიხუანაზე მეკითხებიან ხოლმე და პირდაპირ ვეუბნები რომ 3 თვის მერე მომაკითხეთ იმიტომ რომ ის დაახლოებით თვეზე მეტი რჩება სისხლში და ჩანს და თმის ღერითაც შეიძლება გარკვევა 1 თვის მანძილზე და ამიტომ 3 თვე არის რომ ახალი პორცია წამოვიდეს რომ თუ უნდათ რომ მე ვიყო მათი ექიმი თუ არა და შეუძლიათ არჩევანის სხვაზე გააკეთონ გადაჭარბებული სმა მარიხუანა თამბაქო კვერცხიჯრედის გაყინვა თეთია რა ასაკშია მიზანშეწონილი კვერცხიჯრედის გაყინვას ასაკი რა თქმა უნდა რაც უფრო ახალგაზრდა უმჯობესია და მნიშვნელოვანია რომ ეს მოხდეს დაახლოებით 33-35 წლამდე მაინც იმიტომ რომ თუ ანტიმიულერული ჰორმონი რომელიც მოგეხსენებათ არის მთავარი რეზერვის მაჩვენებელი ნაკლებია 1-ზე და მეორე ეს თვითონ საკვერცხერასაც გამოყოფს და მეორე ტვინის ჰორმონი ეს არის ფოლიკულმასტიმულირებელი თუ ის მეტია 13-ზე იქ გამორიცხულია ლაპარაკი კვერცხუჯრედის გაყინვაზე და შენახვაზე ანუ უნდა იყოს ანტიმიულერი 1.5-ზე მეტი და უმჯობესია 1-ზე 1.5-ზე მეტი და FS ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი 12-ზე ნაკლები. ასაკი 35-ის ზემოთ უფრო რთულად არის საქმე. უფრო მეტი ციკლი გაქვს ჩასატარებელი, რომ რამოდენიმე კვერცხუჯრედი დააგროვოთ, იმიტომ რომ როდესაც მას გავალღობთ, ყველა კვერცხუჯრედის საღი და კარგი არ არის, ხო? იქიდან დაახლოებით ნახევარი თუ იქნა კარგი, ისიც ძალიან კარგი პასუხი ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში მესამედი მაინც. ინვიტრო განაყოფიერება. რა უნდა იცოდეს წყვილმა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზაობა რო ქონდეთ ამისთვის? პირველ რიგში ეს არის საკმაოდ დიდ თანხებთან და არის 100%-იანზე ლაპარაკი ზედმეტია მხოლოდ 35%, ასაკი რაც აქაც იმატებს, ჩვენთან მხოლოდ ასაკის თამაშია. ასაკი რასაც მეტ იმატებს, მეტად იმატებს, პროცენტი ნაკლებია. 40 წლის მერე არის მაქსიმუმ 10-12% და თქვენ იხდით ამ თანხას, საკმაოდ დიდი თანხა, მინიმუმ დაახლოებით 10,000 ლარამდე, ყველაფრიანად, წამლებიანად, საშუალოდ უფრო სწორედ მინიმუმი რო არ ვთქვა და თქვენ აბსოლუტურად კარგავთ. არც ერთი კლინიკა იმის გარანტიას ვერ მოგცემს, რომ ან გამოვა ეს ურსულობა და ან ფულს ვინმე უკან დაგიბრუნებთ, თქვენ წინასწარ აწერთ ყველაფერს ხელს, ამიტომ ამისთვისაც მზაობა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა და მეორე ხო არის ქვეყნები მე ვთქვი კიდევაც საფრანგეთის ჩემ ერთ კოლეგასთან ერთად რომელიც აფინანსებს თქვათ რამოდენიმე ციკლს საქართველოში ჯერჯერობით ეს ამის ფუფუნება არ აქვს თვითონ იხდის წყვილი ამიტომაც პირველ რიგში უნდა იცოდეს რომ ფინანსურად ეს არის
საკმაოდ დიდი ხარჯია, რომელიც შეიძლება მაინც კრახით დამთავრდეს და არა ვთქვათ რეზულტატი არ იყოს 100%-ზე, ლაპარაკიზეთ მეტია 35%-ია და მეორე შემთხვევა ფსიქოლოგიურიც უდიდესია, როდესაც მოლოდინში ხარ და თავიდანვე ვეუბნები. ყველა ჩემ პაციენტს ვაფრთხილებ, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში, უკრაინაშიც მინახია, რომ წინასწარ ფსიქოლოგები მუშაობენ. ჩვენთან ეს ესე არ არის. ჩვენ რეპროდუქტოლოგები, ფსიქოლოგებიც ვართ, გინეკოლოგებიც ვართ, რეპროდუქტოლოგებიც ვართ, ჩვენ უხსნით, როგორ და ვცდილობ, რომ აი პირველი ორი კონსულტაციის განმავლობაში აუხსნა ზუსტად ამიტომ იძახიან ზოგი, რომ ძალიან ისეთი რადიკალი და ძალიან პირდაპირ მთქმელი და რანაირად მოხვევით, რანაირად შეიძლება ამის თქმა, ან შეპარვით, რანაირად შეიძლება, ხო არ არის 100% და გვეუბნები სულ რომ გაითვალისწინეთ, ეს არის უდიდესი თანხა და შეიძლება ერთი ციკლი არ იყოს საკმარისი და რამოდენიმე ციკლის გამეორება დაგჭირდეთ და ამისთვის მზაობა უნდა გქონდეთ და თანაც დრო ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააგვიანებ კვერცხუჯრედი რა თქმა უნდა გამორიცხულია რომ მე რამე მოიძიო და ისიც თუ გადაბერებულია კვერცხუჯრედი ვერ განაყოფიერდება. მოკლედ მთელი პარადიმი ყავს ქალებს აქაც. ანუ კვერცხუჯრედი მართავს ყველაფერს. სპერმა რაც არ უნდა უძლური იყოს, მაინც გამოდგება უმეტეს შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერების დროს. ანუ თავიდან შეიქმნა ინვიტრო განაყოფიერება როგორც ქალის პრობლემა მილების და აღმოჩნდა რომ 50-50-ია და უსწრებს კიდევაც დღესდღეობით მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა. ანუ რომ მამაკაცის გამოსწორება, მკურნალობა პრაქტიკულად ძალიან ძნელია. თეთი არსებობს ესეთი მითი, რომ შესახვისაწინააღმდეგო აბების ხშირი მოხმარება შემდგომში ხელს უშლის ქალის დაორსულებას. გამორიცხულია, აბსურდია, იმიტომ არის ესეთი შეხედულება გამიგია მეც, მაგრამ აბსურდია აბსოლუტურად, იმიტომ რომ უკვე მითია და დაბალდოზირებულია უკვე ძალიან დაბალდოზირებული, თითქმის უკვე უახლოვდებიან ისინი დაახლოებული არიან ჩვენ ესტრადიოლის მსგავსი შემცველობის არიან, ანუ როგორც ქალის ჰორმონის მსგავსია შემადგენლობა აქვს, შესაბამისად ძალიან დაბალი დოზებია, შეიძლება ზოგიერთი საკვერცხის გამორთოს, რაღაცა იმიტომ რომ ამ დროს გამორთულია საკვერცხი არ მუშაობს, შესაბამისად როდესაც ვამთავრებთ ხშირად იყო ხოლმე რომ აი სამი თვე არ უნდა დაორსულდეს. სამი თვე ისედაც შეიძლება ვერ დაორსულდეთ, იმიტომ რომ იღდგენ სამი თვე არც ღირს შემოწმება საკვერცხის, არც რეზერვის, ანუ კონტრაცეფციის დამთავრებიდან სამი თვე უნდა დაველოდოთ, რომ შვრინგ, ანუ შეჭმუხნულია საკვერცხე და რომ გაიზარდოს, ანუ აღიდგინოს თავისი ფუნქცია. სამი თვის მერე ამოწმებ, მაგრამ ერთი ნიუანსია, რომელიც აი სხვა შორის არც ერთ პოდკასტში არ მithქვია და ჩემ პოდკასტშიც კი არ მithქვია და პირადად ვამბობ შენთან, რომ ამაზე ძალიან ბევრს ვკითხულობ, მუშაობ და ვაკვირდები, რომ თავიდან და იცი შენ ჩემი ხასიათი რომ ისედაც რომ კონტრაცეფციას რომელსაც ჯერ შვილი არ აყავს გაჩენილი და აი ბავშვები რო ყავს და მე უნიშნავ მაინც ვამოწმებ ანტიმიულერს რატომ რომ მე არ მოხდეს რომ მე შემოწმების რომ აი ამ კონტრაცეფცია მე შემიმცირა ანტიმიულერი რომ თუ ანტიმიულერი უკვე დაბალია კონტრაცეფციის მოხსნის მერე 3 თვეში რომ ამოწმებ პრაქტიკულად იგივეა 3-4 თვეში ზოგჯერ შეიძლება 6 თვეც დაჭირდეს აღდგენას მეტი არა მაგრამ ის რომ ანუ პრაქტიკულად იგივე სუბრუნდება. იმაზე ნაკლებს არა. ანუ რაც ქონდა ის გიბრუნდება. მეტი არაფერი. შეიძლება ითქვას კიდევაც რომ ხა ინახავს რეზერვს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზიანოს არაფერს არ აკეთებს და უშვილობას არ იწვევს. თეთია რას გვეტყვი პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაზე. საჭიროა ეს ვაქცინაცია მარტო გოგონებისთვის არის საჭირო თუ ბიჭებისთვის, თუ ორივე სქესის წარმომადგენლისთვის. ეს საინტერესოა, ყველა ამასაც ძალიან ბევრ პოდკასტში ვამბობ და ალბათ ბოლო ბევრი გაითვალისწინებს უკვე. ეს ვაქცინა არის ერთადერთი კიბოს საწინააღმდეგო, აი პირდაპირ მინდა ესე ხადგაზმე საშულოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ უსურვებ რომ ყველას ქონდეს, ნუ ჩემ პაციენტს ახლა იცი რომ ყველას გაკეთებული აქვს, შვილებს, დიშვილებს, ვინც ირგვლივ არის. ეხლა იანვრიდან დაიწყო საქართველოში უკვე ბიჭების დაემატა, აქამდე იყო მარტო გოგონები და იყო უფასო გარკვეული ასაკისთვის გოგონებისთვის ეხლა ბიჭებიც მე დაემატა და იყო მხოლოდ 26 წლამდე უფასო და ეხლა არის 11-დან 10-დან უпростоრეთ 45 წლამდე მამაკაცის და ქალის და ძალიან მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ მამაკაცში ხორხის, ასოს, ხორხის, ყელის უამრავ კიბოს გამომწვევია შეგიძლიათ თქვენ თვითონ უკვე იმდენი საშუალებები გაქვთ წაიკითხოთ და ნახოთ ამიტომ 45 წლამდე ის უფასოა და აუცილებლად უსურვებ რომ ყველა აიცრას ნუ
რა თქმა უნდა, სანამ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებენ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ დროს და მეტია სასურველია აიცრას ახალგაზრდა, რომ იგი 100%-იანი დაცულია და მნიშვნელოვანია გოგო ბიჭებისთვის, იმიტომ რომ ბიჭების ტესტირება არ არსებობს სოფლიოში. არ ვიცი, აქ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ეს რას აკეთებენ, მე არ ვიცი, საქართველოს შემხედრია. მამაკაცის ტესტირება პრაქტიკულად არ არსებობს. იგი როცა ქალს გადაძდებს პარტნიორს, მერე ჩანს, ამიტომ აუცილებელია ესე იგი როგორც თქვით 2026 წლის იანვრიდან დაიწყო უკვე უფასოდ მამაკაცების, აი 10-11 წლიდან 13 წლამდე ისმევა ხოლმე კითხვა, ამ დროს ხო სექსუალურად აქტიურები არ არიან, სქესობრივად რატომ უნდა ავცრათ? იმიტომ რომ იმუნიტეტი ყველაზე მაღალია ამ დროს და 2-9 საჭირო. ის კი არა ხო ფიქრობს უკვე სოფლიო შეიძლება 1-9-ზეც გადავიდნენ და იმდენად მაღალია, ჰაი იმუნიტეტი მაღალია ამ დროს ორგანიზმის იმუნიტეტი, რომ შექმნას ანტისხეულები დამცავი. და მაგრამ აღარ დავეძებ ხოლმე, შეუძლიათ მერეც აიცრან. ამასაც ძალიან კარგად ფარავს იმ შტამებს ყოველ შემთხვევაში, რომელიც ჯერ არ არის, რითაც თქვა, ჯერ შეჭრილი არ არის ორგანიზმში, თქვა, ესა თუ ის 14 ჯგუფია, მაღალი რისკის პაპილომა ვირუსების, უამრავი ჯგუფია ისინი არსებობს, ქვეტიპები, მაგრამ 14-ია ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი და ამ 14-დან უკვე 9 შედის ამ ვაქცინაში. იყო გარკვეული პერიოდის წინ იყო მხოლოდ 4 კომპონენტიანი, რომელიც ყველაზე მეტად გამომწვევები იყვნენ, ყველაზე ხშირი ამ ყელის კიბოსი. ახლა უკვე 9 კომპონენტიანია. ასე რომ აზრი აქვს უკვე სექსუალური ცხოვრებებისას დაწყებული აქვს და ვისაც უკვე მტარებელია ამა თუ იმ ვირუსის, აი ამ 14-დან და ყველა ხო არ ექნება არა, ყოველ შემთხვევაში იმ დანარჩენებისგან მაინც დაიცავს ძირითადი და იმის გაუნებელყოფაზეც ლაპარაკობენ, რომ შეიძლება თქვენ ენაზე რომ ვთქვათ მიაწინოს არსებულიც უკვე ახლა ძალიან ბევრ შემთხვევაში როცა ვწრი ხოლმე 16-18 ყველაზე მეტად გამომწვევი რომელიც არის ხო ამ საშუალოსნოს ყელის ისინიც კი აღარ ჩანან უკვე 10-დან დაახლოებით 1 წელიწადში რომ ამოწმე. და პერიოდულობით მაინც უნდა შემოწმდეს ხოლმე ისე ვინც ერთხელ არ არის გვიან არის ვაქცინირებული და ვისაც გამოუჩნდება 16-18 მაინც ყოველ 2-3 წელიწადში მაინც უნდა შეამოწმოს პაპ ტესტთან ერთად თვითონ ამ ვირუსის შემოწმება ეს შტამები მაღალი რისკის. თეთია რა არის ის სასურველი შუალედი, რაც ქალბატონმა ორსულობებს შორის უნდა დაიცვას? თუ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ორსულობაა, პრაქტიკულად დიდი იმას არ ანიჭებს სოფლიო რეკომენდაცია ვოზის რეკომენდაციით 18-დან 24 თვემდე არის საერთოდ სასურველი რომ ორგანიზმა აღიდგინოს ის რაც თქვათ იმ 9 თვის განმავლობაში როგორი ზეწოლაც არის ორსულობის დროს ქალზე. ამიტომ რომ აღიდგინოს თავის ძალები, დაიბრუნოს ფუნქცია საკვერცხემ, საშვილოსნო, ფილტვი, კუჭი, ღვიძლი, ყველაფერი არის გადაადგილებული. გულსაც კი ეცვლება მცირედ პოზიცია. ჩვენ კარგად ვიცით და ყველაფერი არის თითქოს არაბუნებრივ მდგომარეობაში, რომ ესენი ყველაფერი თავის ადგილას დადგნენ, ორგანოებიც და ჩვენი მენტალობაც ხო, გონებრივად თავარი არის, თავისთავად ხო, ძუძუთი ყვება მიდის, თქვათ, მშობიარობიდან მინიმუმ 6 თვე. 9 თვეც სასურველია, შეიძლება წელიწადი და 2 თვეც ხო, თუ ბავშვი გაქვს საშუალება და შეგიძლია რომ ყვებო წელიწადი და 2 თვეც სასურველია. აუცილებლად უნდა არ მიანობებინო და შესაბამისად მე რჩება სადღაც 1 წელი რომ აღვიდგინოთ ხო ძალები ჩადგეს ისევე ფორმაში. ხო, არის ესეთი საქართველოში შევხვედრი ვარ, როდესაც ჯობია მიაყოლო სანამ ფორმა შეცვლილი მაქვს. აი ამ გამოთქმაზე საერთოდ გიждები ხოლმე, რას ქვია, ფორმა რო შეცვლილი გაქვს, ხო უნდა დაისვენოს ორგანიზმი, ეს მანქანა ხო არ არის, ან ისე კონტეინერი რაღაცა, აუცილებლად უნდა აღიდგინოს ძალები და თავიდან მოხდეს, შემდგომ ისე ყველაფრის შემოწმება, ყველაფრის გარკვევა ჯერ მენტალურადაც წახვიდე, დაისვენო, შეირგო. რა თქმა უნდა, იმ ბავშვს შეარგო დედა, ხო იმ ბავშვს ხო უნდა მეორეზე თუ დაორსულდებით, ხელში ვერ აკყავს, ისე გემრიელად ვერ უვლი, ვერაფერს ვერ უკეთებ, ხო, ძალაუნებურად თუ შეზღუდული ხარ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეზღუდული ხარ. ვერ ისეთი კონტაქტი ვერ დგენდები, ხო, იყოფა იქ თაპად იქ მიხედო მუცელში არსებულ ბავშვს თუ გარეთ არსებულს, ხო, ამიტომ სასურველი არის 24 თვე, აი 2 წელი ძალიან ნორმალურია. საკეისრო შემთხვევაში თეთია. იცი რა არის? ასაკის შემთხვევაშიც ახლა, აი, წელიწადი მაინც. თუ ის ბავშვი არ გამოადგა თავისი დედა, ახლა როგორ ხო უნდა ბავშვთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რა ვიცით, რომ აუტიზმის რაღაცა ნაწილი არის ამ მენტალური და კოგნიტური გართულებების რისგან გამოწვეული არის და ამ სპექტრი
ნაწილი არის როგორც აღნიშნეთ გამომწვევი არის გენეტიკური, მთლიანად მაინც არ არის შესწავლილი, მაგრამ უმეტესი პროცენტი რჩება გარემო ფაქტორებზე და პირველ რიგში რაზე? დედის და ბავშვის ურთიერთობაზე, ხო? რომ დედას აუცილებლად არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტაქტი დედის და ახალშობილის და უნდა შევარგოთ იმ ბავშვებსაც, ხო? გასაგებია რომ ეჩქარება ზოგს, მაგრამ აი წელიწად ნახევარი მე სულ ვიძახე, კარგად უნდა დადიოდეს ბავშვი უკვე გამართულად, რომ ბაღშიც საშუალება გქონდეთ მიიყვანოთ რა და რაღაცა ეს სწრაფად რაღაც არ გამოვა, არც იმისთვის კარგი და არც მეორესთვის. თათია ორსულობა და პარალელურად ძუძუთი კვება. იცი რა პარალელურად ვერ მოხდება ვერანაირად, იმიტომ რომ როგორც იცით, ჩემმა პაციენტებმა ძუძუთი კვება რა არის, როდესაც ხდება გამოიყოფა პროლაქტინი დიდი რაოდენობით, ხო, იკვებება, ამ დროს როცა პროლაქტინი გამოიყოფა, ხდება საშვილოსნო შეკუმშვა და პირიქით ძლიერი ტკივილებია ხოლმე, როგორც იცი, მშობიარობის შემდეგ და თუ რაიმე ნარჩენიც არის, თქვა ზოგჯერ მცირე ნარჩენები საშვილოსნოში, ვიცით რომ ეუნებით კარგად აჭამე, კარგად ხშირად უფრო რომ მეტად კარგად შეიკუმშოთ, ამ დროს ხდება ერთ-ერთი ნივთიერების პროსტაგლანდინების დიდი რაოდენობით გამოყოფა, რომელიც კარგად კუმშავს საშვილოსნოს და შესაბამისად ხდება გამოძევება იმ ნარჩენების, ხო, ვთქვა თუ მე რომ პერიოდულად მას რა თქმა უნდა ვამოწმებთ, ჩვენ როგორც იცით, ჩემთან მოდიხარ და ვაგინალური ახოთი ვამოწმებთ, რომ იქ სისუფთავეა ყველაფერი. და როდესაც შენ ორსულად ხარ და ასე თან მიდის ძუძუთი კვება და ხდება ძლიერი შეკუმშვა, ზუსტად გეუბნები. რა, იგივენაირად შეუძლია გამოაძეოს ის ნაყოფიც, ხო? ამიტომ მოშლის საშიშროება შესანარჩუნებლად რაღაცა დანამატ პროგესტერონებს და ვთქვათ და ესეთი შემანარჩუნებლებზე თავს შევიკავებთ, ხო? იქ შეიძლება ტრომბოფილია იყოს, იქ რაღაც ადგილი ქონდეს დასანიშნი იყოს, ვთქვათ, ანტიკოაგულანტი, ასპირინი, ან გეპარინი და ასე შემდეგ, ასე რომ შეზღუდულები ვართ, როცა ძუძუთი კვება ბავშვს. ხო, და ამიტომ რაღაცნაირად უნდა განაწილდეს. ეს არ არის ესე ჩვეულებრივი და მარტივი ამბავი. თათია, როგორც ვიცი, ორსულობამდე აუცილებლად ითხოვ წითელას და წითურას იმუნიტეტის შემოწმებას. კი ბატონო. რამდენად მნიშვნელოვანია? ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცივილიზებულ სამყაროში შედიხარ თუ არა, ორსულობის საკითხი დგება, როდესაც გაქვს სურვილი family planning-ის და in vitro განაყოფიერებაზე, ხო საერთოდ ლაპარაკი, რომელიც ყველაფერი შეიძლება დაგეგმო წინასწარ, ეს არის წითელა და წითურის აცრები. თუ გვაქვს თავის დროზე ჩატარებული, ხა თქვენ განსაკუთრებით თაობები ჩემთან ხდება უმეტესად 90-იანი წლების რა ვაქცინა ის იყო სამჯერადია. შეიძლება ერთი ან გამოტოვებული იყოს, ან რა ვაქცინა შემოდიოდა 90-იან წლებში, ან ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, შეიძლება დედამ სრულად ჩაატარა სამჯერადი ვაქცინაცია, მაგრამ იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდა. ამიტომ განსაკუთრებით წითურა. რას იწვევს? ძალიან მაღალ პროცენტში სიხრუე, სიბრმავე და გულისმანკი ნაყოფზე, რომელიც ეხოზე არ ჩანს, ხო? გული ჩანს, გვიან ვატყობთ უკვე რომ პრობლემაა, სიხრუე, სიბრმავეს ჩვენ ვერ ვხედავთ და ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას და ვთხოვნა არ არის, მოთხოვნაა ჩემი შენ კარგად იცი რომ ვერ გაბედავს დაორსულებას ჩემთან პაციენტი თუ მისი იმუნიტეტი არ არის მაღალი. ანუ ვამოწმებთ წითურის და წითელის იმუნოგლობულინ G-ს, ანუ არის თუ არა გადატანილი, რომელიც გვიჩვენებს G-ანტი სხეულები და ის თუ მაღალია, დაკმაყოფილებს კაი იმუნიტეტს, მაშინ მას ეძლევა უფლება დაორსულების. თუ არა, არის ქვეყანაში უფასო ვაქცინა, რომელთაც ვცრით და ერთი თვეც საკმარისია დაცვისთვის, მოცდა ორსულობამდე. ერთი ადრე იყო 6 თვე, მერე 3 თვე. ეხლა ერთი თვეც საკმარისია. და თათია თუ მოვიდა და უკვე ორსულად არის ქალბატონი და ამ შემთხვევაში იმუნიტეტს ვამოწმებთ, ხო რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ვერ გააკეთებ, აბსოლუტურად უკუნაჩვენებ, იმიტომ ერთი თვეც კი არ შეიძლება ორსულობა, მაგრამ თუ უკვე ორსულად არის და ვამოწმებ და იმუნიტეტი დაბალი აქვს, არ აქვს წითულას და წითელას მიმართ, მაშინ ვეუბნები, რომ შესაბამისად მოერიდე იმ გარემოს, სადაც სკოლის მოსწავლეები, ბავშვები მეტია, ბაღის ასაკის პერიოდის ბავშვები, იმათთან დიდი კოცნა და ჩახუტებები არ გვინდა ვთქვათ იმ საზოგადოებას მოვერიდოთ, რომ არ მოხდეს დაინფიცირება. თეთია გაიხსენი შემთხვევა, როცა პაციენტის ისტორიამ შენზე როგორც ადამიანზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ზეგავლენა. იცი რა, იცით ჩემი პაციენტმა, ჩემი ხასიათი, რომ ძალიან ნერვიულობ ყველა პაციენტზე. ჩემი ასისტენტი მეუბნება ხოლმე, რომ ისეთ სახეს მიიღებ, რომ პაციენტს ასწრებ, ხანდახან ნერვიულობაში იქით გაწყნარებსო. ეს ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ პირველი დღიდან, ჯერ ზოგი საერთოდ ოჯახები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, ყველა ჩემი პაციენტები ხარ და ამიტომ შესაბამისად ოჯახებით რომ გიცნობთ, ხო, ძალიან ძნელია და მთელი 9 თვეც რომ პატრონაჟით ჩემ ხელში ხართ, ყველაფერი რომ ვიცი, მე დაბადებისთან და ყველაფერი
შეკითხვები ჩემთან გაქვთ, სად რომელი პედიატრი საწაიყვანო რა გააკეთო, შესაბამისად ყველა პაციენტზე ძალიან ნერვიულობ, მაგრამ განსაკუთრებით მეტი ფოთვა დამეწყო, რაც დავიწყე ეს carrier screening, ეს არის მტარებლობის სკრინინგი, რომ აი როგორ ბეწვის ხიდზე გაგვევლია ზოგიერთ პაციენტთან. აი ახლა მქონდა ზუსტად ესეთი უიშვიათესი არა, ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, აი ზუსტად რო გითხარით, რომ ეს არის მყიფე X-ის აღმოჩენის ყველა დედას უსურვებს, სანამ დაურსულდება, გავაკეთოთ ეს ანალიზი, რომ არ დავდგეთ ზოგი შეიძლება წინააღმდეგიც არის რომ მე მაინც არ მოვიშლი. არავის ჩვენ არ უსურვებთ არც მოშლას, არც სქესის არჩევას, არაფერს. უბრალოდ წინასწარ რომ ვიცოდეთ, რას ველოდებით რა პროცენტში. აი ეს არის ზუსტად ყიფე-X-ი, რომელიც დიდ პროცენტში მე იწვევს აუტიზმს, ბავშვებში აუტიზმის განვითარებას. ეს არის ყიფე-X მატარებლობა. ამიტომ ესეთი ბიჭები უმეტესად ეს ეხება ბიჭებს და მქონდა ახლა ზუსტად შემთხვევა ესეთი რომ 8 წლის წინ დაორსულდა ეს ქალბატონი ჩვენ ხელში ინსემინაციით, ღრუში და ინსემინაციით, მარტივი დამხმარე მეთოდით და არის ბიჭი და არის გადასარევი ბავშვი, ჯანმრთელი, უკვე არის 8 წლის და როცა გადაწყვიტეს, რომ კიდე ერთხელ მოსულიყვნენ ჩემთან, მეორე ბავშვზეც, შევთავაზე ზუსტად ეს პროცედურა და ჩაიტარეს ამ წყვილმა, ჯერ ყოველთვის ვატარებთ ქალთან, რადგან როგორც აღნიშნე, ქალი უფრო ბევრი პრობლემის მატარებელია, X ქრომოსომა. ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ამ ცხოვრებაში ჩვენ თავზე და შესაბამისად X ქრომოსომას და აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა არის, ანუ 8 წლის მერე, რომ შევამოწმე, არის მატარებელი ზუსტად აუტიზმის და იმ 50%-ში გაძრა ეს ბიჭი. პირველი შვილი და აღმოჩნდა, ანუ როგორ არის 50 ჯანმრთელი, 50 შეიძლება ყოფილიყო ყიფე-X-ის მატარებელი. ამიტომ დედასაც კი საკმაოდ ძლიერი იქ მუტაციებს შორის სხვადასხვა გრადაციებია, საკმაოდ ისეთი პრემუტაციის მატარებელი, ასე რომ ვთქვათ რა, მეტი გადაცემის უნარი რო გქონდა აუტიზმი. ამიტომ ეხა გადაწყვიტეს, გააკეთონ ინვიტრო განაყოფიერება, სადაც მოხდება არჩევა ზუსტად იმ X ქრომოსომიანი, ავანტყოფი X ქრომოსომიანი, ასე რომ ვთქვათ, ამ მუტაციანი X ქრომოსომიანი ნაყოფი განადგურდება და ჩაისმევა ჯანმრთელი. ასე რომ ავაცილეს საკმაოდ დიდ პრობლემას. ხო, აი ესეც სხვათა შორის ჯერ ჩემი პოდკასტებში არ მითქვია, ხათი რაც შენთან თქვი რამოდენიმე რა. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა თეთია სტუმრობისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველა ძალიან საჭირო და საინტერესო პასუხები მიიღო შენგან. თუ არა შეუძლიათ რომ მომწერო Facebook-ზე და გავცემთ პასუხებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობ შენს მოწვევისთვის.